შემდეგი შეფუთვა, საკმაოდ მძიმე შეფუთვაა ეს. ძალიან მძიმეა და ვნახოთ ძალიან მძიმეებში ზოგჯერ გაგვიმართოს ხოლმე და კაი აღას დევს ხოლმე. ხო, ნუ აი ესეთ ყუთში როსადევს, უნდა იყოს რაღაცა საშინელება, უნდა გული ამერიოს და უნდა ვიტირო მე მთელი დღე. ამ ყუთებში ნორმალური არაფერი არ ამოდის. ვაი. შეიძლება ხას. ვერ მივხვდი ეს რა არის. აი ესეთი რაღაც ამოვიდა ხალხნო, ესეთი და აი ესეთი და რავი, მე პედალს ვამსგავსებ. კი არა და უფრო აი მანქანაზე რო ვადიხარ სადმე, იმის ფეხი დასადები. ნუ ეგეთ ან პედალია, ან რაღაცაზე ფეხი და პედალს ამდენი ის არა აქვს და აი ეგეთია ორი ცალია თან ამოსული რა. ძიმეებია საკმაოდ ხარისხიანებით ჩანს, ალბათ ეგ არის. ეგ გეტყვით. ხო გითხარით, ესეთ ყუთში ისეთი რაღაცა ამოდის, რომ ჩვეულებრივ ადამიანს არ დაგჭირდება. იმენა უნდა გინდოდეს ეგ რაღაცა, რომ დაგჭირდეს რა. შემდეგი შედარებით დიდი ყუთი. დიდი ყუთები მომწონს, საინტერესო რაღაცები ამოდის ხოლმე. აი ესეთი ყუთი არის და მოდი პირდაპირ ზედმეტი საკითხების გარეშე ეგრევე გავხსნათ და ვნახოთ რა დევს. ვაი, ეს რა არის ხო? რაღაც დიდი შლანგები ამოვიდა. აი მე ამას ახლა ნუ გამახსნევინებთ, რაღაც დიდი შლანგები ამოვიდა. აი ეს დიდი შლანგი, აი ამითი. აი ესე. რაღაც ბაღის ინვენტარია სავარაუდოდ. მე არ გამომადგება არაფერში. ბაღი მე არ მაქვს, არაფერი მე არ მაქვს. შემდეგი ამანათი, ცოტა მოგრძო და ცოტა საინტერესო. ზაღლია ხატია ამასაც და რაღაც აჰა, მე მგონი ბადეა, მე მგონი ზაღლი ცუგა როა გაგეპაროს. აი ესე ჯერ განახებთ კიდევაც ვიზუალურად როგორ ახლა ხატია. სავარაუდოდ ეგ არის, უკანას ხატია რომ ეგ არის კი. ხო. ბადეა, რაღაც გასაჭიმი რომ ცუგა არ გაგეპაროს კარებებს შორის ან სადმე რაღაცა ადგილზე სადაც გინდა რომ არ შევიდეს. ცხოველების რაღაცებიც ამოდის. კაი რამეა, ვისაც ცხოველი ყავს, მსგავს გასაჭირშია, გამოადგება.